თანასწორობა არ გულისხმობს, რომ ქალი და კაცი იდენტურნი უნდა გახდნენ. თანასწორობა გულისხმობს იმას, რომ ადამიანის სქესი არ განსაზღვრავდეს მის უფლებებს, პასუხისმგებლობასა და შესაძლებლობებს. გენდერული თანასწორობა გულისხმობს, რომ როგორც ქალების, ასევე კაცების ინტერესები, საჭიროებები და პრიორიტეტები მიიღება მხედველობაში ქალებისა და კაცების ჯგუფების მრავალფეროვნების გათვალისწინებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი და კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ უზრუნველყოფს ქალებისთვის და კაცებისთვის თანაბარ უფლებებს და შესაძლებლობებს, ასევე აღიარებს განსაკუთრებული ზომების მიღების აუცილებლობას ქალებსა და კაცებს შორის არსებითი თანასწორობის მისაღწევად და უთანასწორობის აღმოსაფხრელად. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის განხორციელებით 2030 წლისთვის ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდგომარეობა გენდერული თანასწორობის მიმართულებით. მდგრადი განვითარების მიზნები 5 თამდევი ამოცანით ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის მიღწევას და ყველა ქალისა და გოგოს შესაძლებლობების გაუმჯობესებას. გენდერული მაჩვენებლები და სამიზნეები გაწერილია აგრეთვე სხვადასხვა მიზანში, რომელთა ამოცანების შესრულება მნიშვნელოვანია. ბოლო წლების მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქალთა ემანსიპაციის პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა, რამაც გენდერული თანასწორობის გაძლიერებას შეუწყო ხელი, მიუხედავად ამისა, როდესაც საკითხი ეხება განათლებას, დასაქმებას, შემოსავალს, სამსახურეობრივი პოზიციების გადანაწილებას და საზოგადოების დამოკიდებულებას, კაცებს უპირატესი პოზიციები უკავიათ. გენდერული თანასწორობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ქალთა გაძლიერება არსებითია ეკონომიკური ზრდის, სოციალური განვითარებისა და ბიზნეს საქმიანობის გასაძლიერებლად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შესამჩნევია პროგრესი ამ მიმართულებით, კანონმდებლობაში ასახულია გენდერული თანასწორობის პრინციპები და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ვალდებულებებთან. რჩება გამოწვევები პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სოციალურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის მისაღწევის მიმართულებით. საკვანძო თემები, რომლებსაც მიზანი მიემართება: თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა, სამუშაო ადგილზე შევიწროების აღმოფხვრა, გენდერული ნიშნით ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრა, განათლების ხელმისაწვდომობა, ლიდერულ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის მხარდაჭერა. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, პირიქით, დემოკრატიულ პლურალისტურ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და მიზნები, სხვადასხვა საჭიროებები და ცხოვრების წესი, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე. ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობის მიღწევა სხვადასხვა მხარის, მათ შორის ბიზნესის ჩართულობასა და თანამშრომლობას მოითხოვს. კომპანიებს მოეთხოვებათ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის ქალთა უფლებების დაცვა. თუმცა, საბაზისო ვალდებულებების მიღმა კომპანიებმა ქალთა გაძლიერებას ხელი უნდა შეუწყონ ბიზნეს საქმიანობით, ინვესტიციებითა და საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობით, პოლიტიკისა და პრაქტიკის ადაპტირებით და ქალთა გაძლიერების მიმართულებით პარტნიორული ინიციატივების განხორციელებით. გმადლობთ ყურადღებისათვის.